ქართული ციხის პოპულაცია ძალიან გადაიტვირთა. და ჩვენ ხშირად ვსაუბრობთ ხოლმე მათ შორის ამ გადაცემაში, ზოგადად ტელევიზიებში, ხშირად ვსაუბრობთ პატიმრებზე, სინდისის პატიმრებზე, მათზე, ვინც პოლიტიკურ ნიშნით ან პოლიტიკურ შეხედულებების გამო არის ციხეში, მაგრამ ციხეში მარტო ეს ხალხი არ ზის, ციხეში უფრო მეტი ზის ისეთი ადამიანი, რომელიც სხვადასხვა ტიპის თუნდაც დამნაშავეა. მე ამ შემთხვევაში არ ვლაპარაკობ, მაგრამ ნუ აქ ხო რადგან რაღაცაში დამნაშავეა, სხვა ნიშნავს რომ ის უფლებებისგან გაძარცვულია, ხო? მის დამნაშავება დაამტკიცა, გამოიძია პროკურატურამ, რომელსაც კილერი, შეკვეთილი კვლელობების ავტორი კილერი შეიძლება კურატორობდა და ან შეიძლება სუსის უფროსმა, რომელიც თამსიღებდა სხვა ქვეყნისგან, ანუ რა ვითარებაც არის ახლა, ხო და ასევე ჩართული იყო თვითონ კრიმინალურ საქმიანობაში და შეუძლებელი ამ ადამიანს, რომელიც ახლა ციხეში ზის და იქვე ფიგურალურად, მაგრამ ნუ გვერდზე საკანში უზის თავისივე გამომძებელი არ ქონდეს უსამართლობის განცდა. და ისაც რაღაც არა გაუგებარი, გაუმჭვირვალე აბსოლუტურად სისხლისამართლის პოლიტიკის გამო ბოლო 1 წელიწადში ციხის პოპულაცია გაიზარდა მნიშვნელოვნად. რომელიც არ შველის არც კრიმინალურ სიტუაციას, არც სოციალურ გარემოს, მაგრამ ციხეში კი ამძიმებს ვითარებას და ადამიანების ბედს ეხება საქმე. ჯაბა, თქვენი წამოიწყეთ ამ ხრივ საინტერესო ინიციატივა გაქვთ და ზოგადად რა აღწეროთ ვითარება, როგორია ქართულ ციხეებში და თქვენი ინიციატივის შესახებაც რომ მოგვიყვეთ. გამარჯობა ირაკლი, უღრმესი მადლობა მოწვევისა და ამ თემით დაინტერესებისათვის. პირდაპირ საქმეზე რომ გადავიდე, რატომ არის დღეს ისეთივე აუცილებელი საყოველთაო ამნისტიის კანონის მიღება, როგორც ეს იყო 2012 წელს. პირველი რა აქცენტებით შენ გააკეთე, ძალიან სწორი აქცენტები. პირველ რიგში ეს უნდა გავაკეთოთ უდანაშაულო ადამიანებისათვის, რომლებიც ნებით თუ უნებლიეთ მოხვდნენ ციხეში. მიუბრუნდები იმ საკითხს, იმ მაღალჩინოსნების საკითხს, რაზეც შენ დასაწყისში ისაუბრე, მაგრამ დავიწყებ გორის ინციდენტით. ჩვენ ნახეთ, რომ პოლიციელები ჯგუფურად ძალადობენ მოქალაქეზე, ხო? და ხალხს ჩვენ გვიჩნდება კითხვა, რა ხდება კამერებს მიღმა. და კიდევ ერთი მთავარი კითხვაა დასასმელი. უნდა გადავხედოთ თუ არა მათ მიერ მანამდე დაკავებული ადამიანების საქმეს. ხომ არ ჩაუდეს ნარკოტიკი, იარაღი, ან ხომ არ შეუკერეს საქმე და პოლიციაზე თავდასხმა ან შეურაცხყოფა ხომ არ დააბრალეს. იმიტომ რომ გვახსოვს ჩვენ იქ რას ამბობდნენ. დანა ეჭირა, ახლა ახალი ვერსია რო ქვა ეჭირა და ასე შემდეგ. ანუ, როდესაც ასეთ რაღაცას ვხედავთ, ჩნდება ლეგიტიმური კითხვები და უნდობლობა საზოგადოებაში. და ამნისტია, სწორედ ეს ჰუმანური გადაწყვეტილება, იმიტომ უნდა მიიღოს სახელმწიფო, რომ ეს კრიზისი აღმოფხვრას. რაც შეეხება იმ მაღალჩინოსნებს. ხა წარმოიდგინეთ, უმაღლესი თანამდებობის პირები, ყოფილი გენერალური პროკურორი, სუსის უფროსი. ხილებული არის, მე არ ვამბობ, რომ ისინი დამნაშავეები არიან, ხა ადვოკატი ვარ და მათი უდანაშაულობის პრეზუმპციას არ დავარღვევ, მაგრამ ისინი ამბობენ, სახელმწიფო ამბობს, რომ მათ უმძიმეს დანაშაული ჩაიდინა, შეუკვეთეს მკვლელობა. მე როგორ უნდა ვიყო დარწმუნებული, რომ მათ იარაღის ჩადება არ შეუკვეთეს, ნარკოტიკის ჩადება არ შეუკვეთეს, ან თუ ვიღაცამ გზაზე გადაურბინა რაღაც ბიზნეს ინტერესის გამო დაუპირისპირდნენ, მთელი სიმკაცრით არ გამოიყენეს საკუთარი რესურსი, ხო? ამაში დარწმუნებული ვერასდროს ვერ ვიქნებით. ამიტომ სწორედ ამნისტიამ უნდა დააბალანსოს ეს ვითარება. ასევე შენ ფაქტიურად ყველაფერი ძალიან სწორად აღნიშნე, გადატვირთულია ციხეები. მართლა სერიოზულად გადატვირთულია იმდენად, რომ ყველაზე დიდი ციხეები, გლდანის ნომერი მერვე დაწესებულებაში, პატიმრები კარანტინში დაახლოებით 1 დღის ნაცვლად, 1 კვირა იმყოფება ხოლმე, იმიტომ რომ ადგილები არ არის. კამერებში ადგილები არაა, რა აიყვანო. ქსნის ნომერი მე-10 დაწესებულება. სავსე, ანუ იმაზე მეტი პატიმრია, ვიდრე ეს გათვლილია. ეს პარალელურად დაკავების იზოლატორები კიდე ცალკე მათი გადატვირთულობა კიდე ცალკე დიდი ამბავია. ეს ხო ცალკე დიდი ამბავია კი არა. ნუ ჯერ რანაირი წინასწარი დაკავების იზოლატორებია აშენებული. ამ ხელა შენობაა და შიგნით ისა 5-6 კამერაა სულ. და ხანდახან ქუთაისში და ბათუმში უშვებენ თბილისში დაკავებულ ადამიანებს. კი ბატონო, მაგრამ ციხეების გადატვირთულობა პარალელურად ქმნის სხვა პრობლემებს. სამედიცინო მომსახურება უარესდება თითოეული პატიმრის, თვეობით ელოდებიან ხოლმე ექიმს. კვებაზე თავადაც ახსენეს, რომ არ არის სათანადო კვება და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ამიტომ გადატვირთულია სისტემა, ჩვენ დარწმუნებით არ შეგვიძლია ვთქვათ, ვერავინ ვერ იტყვის ახლა საღად მოაზროვნე ადამიანი, რომ გამორიცხულია უდანაშაულო ადამიანი არ იჯდეს ციხეში. ამიტომ პირველი ეს. ასევე არის საშინელი ნარკოპოლიტიკა. ანუ პრობლემის აღმოფხვრა კი არ ხდება. უბრალოდ ვიღაცები დაждდნენ და თქვეს, როგორ მოვაცილოთ ეს ადამიანები დიდი ხნით საზოგადოებას. მომხმარებლებს გულისხმობ პირველ რიგში და რა მოიფიქრეს.
მოიგონეს ახალი მუხლები. აი მაგალითად MDMA ავიღოთ რა კლუბური ნარკოტიკი. 1 გრამი კლუბური ნარკოტიკი ჯიბეში თუ გიპოვეს 8-დან 20-მდე ან უბადო პატიმრობა გემუქრებათ. ახალი მუხლი მოიგონეს. რეალიზაციის ხელშეწყობა. ეს 1 გრამი თუ დაფასოებული გაქვთ მაგალითად 3 პაკეტად, ესე იგი თქვენ რეალიზაციის ხელშეწყობას უწყობთ ხელს და უკვე 12-დან იწყება მინიმალური სასჯელი. ხოლო თუ კურიერი დააკავეს, რომელიც სადღაც დაალაგა ეს ყველაფერი, ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ნარკოტიკებთან დაკავშირებით, თავისთავად კანონში ახალი მუხლები გაჩნდეს, ახალი პერსონაჟები გაუშვდეს კანონს, არ არის გასაკვირი რატო? იმიტომ რომ ჩვენ აქამდე ქონდა ორი ტიპის მექანიზმი, ერთი იყო მომხმარებელი და მეორე იყო რეალიზატორი, ხო? და სინამდვილეში ჩვენს რეალობაში არსებობდა აი რასაც შესაბამის ლექსიკონში ფეხს ეძახდნენ, ხო? ხო, კურიერს, მიმტანს, მომტანს, ხო, რომელიც არც რეალიზატორია ბოლომდე, მაგრამ არც ბოლომდე მომხმარებელი არ არის. თავისთავად ის რომ კანონმა დაინახოს ასეთი მოვლენა, ამაში გასაკვირი არაფერი არ არის, უბრალოდ აქ როცა ნარკოტიკებთან დაკავშირებულ პოლიტიკაზე ვლაპარაკობთ, სისხლსამართლოს პოლიტიკა ამასთან ბრძოლის, ნარკომანიასთან ბრძოლის ნაწილია, მაგრამ მხოლოდ ნაწილი. როცა შენ ადამიანების დაჭერას იწყებ და ამ დროს არაფერი თანსდებს ამას, როცა ქვეყანაში კუნალობის სამკუნალო დაწესებულებები ესეთი ძვირია. ხო? ადამიანები ცხოვრება უნდა გაყიდონ ოჯახებმა, რომ საკუთარი ოჯახის წევრი მიიყვანონ სამკუნალო. როდესაც იმ ციხეში შენ რეალურად მეტადონის უკვე კალგასული პროგრამის გარდა არაფერს არ თავაზობ, ხო? და არც გარეთ არ თავაზობ. შენ როგორ შეიძლება მარტო სისხლსამართლოს პოლიტიკით? კი ბატონო, დაინახოს და აარქვას სახელი, რომ ის რეალიზატორია, ის შუამავალია, ის კურიერია, ის მარტო მომხმარებელია. კი ბატონო, თქვათ შეიძლება კარგიც იყოს ამ გაგებით რაღაცა, მაგრამ თუ ამას რაღაც პოლიტიკას არ მისდევს უკან, ხო? შენ უბრალოდ გამოდის რომ მრავალი წლით ციხეებს ჭედავ. ანუ ჭედავ მუხლებით, რომლებიც დიდი ხანი იქიდან ვეღარ გამოვა ადამიანი, რეალურად მის დანაშაული ხშირად ის არის, მხოლოდ საკუთარ ჯანმრთელობას იზიანებს ხშირ შემთხვევაში და ციხეში ადგილი აღარ რჩება რეალური დამნაშავისთვის უკეთეს შემთხვევაში. ეგეც დიდი პრობლემაა. კი ბატონო, გასაგებია რომ რაღაცა ახალი მუხლების შემოღებით შეიძლება ცდილობდეს ამ პრობლემის აღმოფხვრას, მაგრამ მარაზმში არ უნდა გადავიზარდოთ. აი რეალიზაციის ხელშეწყობა ვახსენე ირაკლი. თუ ეს ნარკოტიკი გაქვს დაფასოებული, ჯიბეში გიპოვეს, გარქმევენ რეალიზაციის ხელშემწყობს. მაშინ, როდესაც შეიძლება ამ მდგომარეობაში იყიდე, ან აიღე, ან უბრალოდ დააფასოვე, იმიტომ რომ ზედოზირება არ მოგივიდეს. ან უბრალოდ ჩემ მეგობარს, აი მაგალითად რომ თხოვოთ ნარკოტიკი და გადმოგცეთ სარგებლის მიღების გარეშე. ფაქტიურად რეალიზატორი მქვია მე. იმიტომ რომ სასჯელი არის იგივე. ფაქტიურად რეალიზატორი ხართ კიდეც. ხო, ფაქტიურად ვარ, მაგრამ რეალურად არ ვარ. მათ სარგებლის გარეშე როგორც წესი არ არსებობს ხოლმე, არსებობს მუხლი და იწყება 16-დან 14-დან 12-დან ნატურით სარგებელი ხდება მაგდროს ალბათ, მაგრამ ხა იქ შორს წაგვიყვანს მაგას საბარი. უბრალოდ კიდევ ერთხელ ეს არ არის რაღაც დიდი პოლიტიკის ნაწილი. უბრალოდ გადაწყვეტს რომ ხალხს აწუხებს ნარკოტიკების პრობლემა, აწუხებს ნამდვილად საქართველოში ძალიან ბევრი ოჯახს დაუდგა ეს პრობლემა. ძალიან ბევრს. და გადაწყვეტს მოდი ახლა დავიჭროთ ეს ხალხი. კი ბატონო. მხოლოდ სასჯელით ებრძვიან. სასჯელით ებრძვიან. არაფერს არ დაიჭერა 10 რეალიზატორს, გაჩნდება ახალი, ახლა ისე არის განვითარებული. ჩახსნი რაღაცა გზებს ნარკოტიკების, გაჩნდება უარესი და უფრო ბინძური ნარკოტიკები. უფრო ბინძური. რაღაც სხვაგან არის პრობლემა და იმ სხვაგან პრობლემას სხვანაირი მოგვარება ჭირდება. კი ბატონო. და ასევე ძალიან სერიოზული პრობლემაა ქურდული სამყაროს წევრობასთან მიმართებით, იმიტომ რომ ყველაფერი ქურდული გახდა. ისევ და ისევ ანუ ორგანიზებულ დანაშაულს უნდა ებრძოლოს სახელმწიფო, მაგრამ ეს მარადში არ უნდა გადაიზარდოს, ირაკლი. ყველაფერი ქურდულია, ორდულად არის გამოცხადებული. უბრალოდ რომ მოგიყვეთ ახლა რაღაც ჩემი ისტორია, ჩემი პრობლემა, თქვენ შეიძლება სახელმწიფომ ქურდული სამყაროს ხელშემწყობად ჩაგთვალოთ. რესტორანში რაღაც სასმელის მირთმევის დროს რაღაც ისტორია რო განვიხილოთ მხარეებმა, ქურდულ გარჩევაში მონაწილეობა შეიძლება დაგბრალდეთ. ჩემი აზრით ამ ნარკოპოლიტიკისა და ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის კუთხით სახელმწიფო პრობლემებს კი არ აგვარებს. რაღაც სტატისტიკა უნდა რომ დაწეროს. სტატისტიკას იკეთებს, ხო, სტატისტიკას იკეთებს. აი ან მაგალითად უცხოელებთან მიმართებით ძალიან უამრავი ადამიანი რო გააძევეს, ხო? რას დაემთხო? ეს იყო რაღაც საზოგადოებაში აღშფოთება იყო, გარკვეულ და ეგრევე დადეს სტატისტიკა და ეს ადამიანები ზოგი
აბსოლუტურად უკანონოდ შეუკერეს საქმეები თითქოს ყველა პოლიციას შეურაცხყოფას როგორ აყენებს 100-დან 99 დაკავებული პოლიციას შეურაცხყოფას როგორ აყენებს სტატისტიკურად ხდება ეგ ძალიან ნიშანდობლივია რომ დღეში ხო 80 კაც დავალება აქვს კაცემული გუში თუ 70 ჩაიჭირე კაცო დღეს 60 როგორ ვერ იჭერ რა 70 ხო ეს რაღაცა სოციალისტური შეჯიბრის ფორმა მისცეს ამას ძალიან უშნო მე პლუს აბსოლუტურად ხა ჩვენ ამაზე რატო ვლაპარაკობთ ცოტას არ ვიცი ჩვეულებრივ ამბობთ იქცა რომ პოლიციას შეუძლია გადააყენოს მანქანა და ჩხრეკის სტანდარტი და გარეგანი დათვალიერების სტანდარტი არის ძალიან გასაგებ კანონში როგორც წერია. და რატოღაც ამაზე ყველა უცებ თვალი დახუჭა. გონივრული ეჭვი უნდა არსებობდეს, ეს გონივრული ეჭვის სტანდარტი გასაგებ გონივრული უნდა იყოს ეგ ეჭვი პირველ რიგში. აბსოლუტურად არაგონივრული გადაწყვეტილებით. მე შედიან იმაში რომ მანქანაში აქვს საკუთარ თავისუფლებას აძლევენ, ტელეფონების ჩხრეკის უფლებას აძლევენ საკუთარ თავს პოლიციელები. ამის უფლება მათ არ აქვს. ხო რა აქვს თავს არა აქვს მაგრამ რეალურად ანუ ის რომ გადაუდებელი საფრთხის რაღაცა სტანდარტი არსებობს ის გადაუდებელი უნდა იყოს ის საფრთხე ანუ ყველაფერი არის ეხლა რაც თქვით ჩვენ ხო საკანონო ჩანაწერებით იგივე ქურდულ სამყაროსთან დაკავშირებით ხო ეს ტერმინები შინაარსით არის დატვირთული გონივრული ეჭვი მიმართვა ქურდული სამყაროს წევრობა ჩხრეკა ყველაფერს აქვს თავის შინაარსით ეს შინაარსები დაუკარგეს ამ სიტყვებს და რაღაც პირობითი ტერმინები არის კი ბატონო მე არ ვამბობ რომ ყველა პოლიციელი ცუდია მაგრამ ხდება მარტივად რომ ვილაპარაკოთ, ხო? ამ კანონების დამახინჯება. აი მაგალითად, როდესაც საკონსტიტუციო სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ჩხრეკა თუ არის ამის საშუალება, უნდა მოხდეს მისი გადაღება 21 საუკუნეში. იც რა გააკეთეს? კი არ თქვეს რომ კაი მოდი ახლა ყველა ჩხრეკა გადავიღოთ. არა, დაჯდნენ ვიღაცეები და იფიქრეს და მივიდნენ იმ დასკვნამდე, როგორ აეარათ გვერდი ამ კანონისთვის. მივიდნენ ერთ დასკვნამდე. ყველა საქმე სადაც ჩადება რამ გადაცდომა ხდება გაჭრილი ვაშლივით გავს ერთმანეთს. რატო? 3-4 პოლიციელი სეირნობს რაღაც თავის პერიმეტრზე, ხედავენ პიროვნებას, რომელიც მისკენ მიემართება და ზუსტად ამ ადამიანების, ამ უცხო ადამიანების წინ მაისურს შეისწორებს და უჩნდება იარაღის მაგვარი საგანი მაგალითად. მიდიან ტრაფარეტული ანუ სიწერე გაეცნობიან თხოვენ პირადობის მოწმობას და ეს ადამიანი ცდილობს გაქცევას და როდესაც ცდილობს გაქცევას აკავებენ და ვეღარ ახერხებენ ვიდეო კამერის ჩანაწერის გაკეთებას ხო ყველა საქმე ესეთი რაც შეიძლება ითქვას რომ არაფორმალური ლექსიკონივით არსებობს უკვე რას როცა ამობენ პოლიციელები რაღაც ამის უკან რა იგულისხმება ოპერატიულმა წყარომ მომაწოდა ინფორმაცია ამის უკან სინამდვილეში რაც უკანონო მოქმედება იგულისხმება რეალურად ამ დამნაშავეების თუ დანაშაულობების უდიდესი უმრავლესობა ქვეყანაში დაჭერილია ციხეში ზის უკანონოდ მოპოვებული მტკიცებულებების სახით. კი ბატონო. ოღონდ ეს მასშტაბი იმხელა ეს უკანონოდ მოპოვებული მტკიცებულებების, რომ შენ რომ მისცე, აი მართლა დანაშაული მოხდა, ხო? კვლელობა მოხდა, რაღაცა ტიპის აი პოლიტიკური შინაარსისგან დავცალოთ, აი არ ვლაპარაკობთ პოლიტიკურ საქმეებზე. პოლიციელებს უდიდეს ნაწილს უნარი აღარა აქვს რომ გამოიძიოს ისე რომ მტკიცებულებები კანონიერად მოიპოვოს. ანუ ეს ცოდნა დაიკარგა საერთოდ. ეს იცი რის ბრალია? დაახლოებით 40,000 პოლიციელი ყავს, რომელიც ევროპაში ყველაზე მაღალი მაჩვენებელი 1000 ადამიანზე მოდის 10 პოლიციელი, რაც არაადეკვატურია, ანუ 3 არის სტანდარტი ნორმალურ ქვეყანაში. ეს მე ამ ყველაფრის საწინდარია, ანუ არაკომპეტენტურობის პრობლემა და ძალის გადამეტების და უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების პრობლემები მოდის. ანუ აი მაგალითად გვიშინ სასამართლომ გაამართლა ერთი ჩვენი დაცვის ქვეშ მყოფი, რომელსაც პოლიციაზე თავდასხმას და წინააღმდეგობას ედავებოდნენ და იცი რატო გამართლა? ამ ადამიანმა თავად მოახერხა საკუთარი დაკავების კადრების ჩუმად გადაღება. და მე ჩვენ მოვიპოვეთ ეს ტელეფონი, გამოვართ გამოძიებას, უთხარით რომ რა სჭირდებოდა, ამოვიღეთ ეს კამერები, წარვადგინეთ სასამართლოში და ყველაფერი გააკეთა ბრალდების მხარემ, რომ ეს ჩანაწერი სასამართლოში არ მოხვედრილიყო, მაგრამ მაინც მოხდა. და ამ ნაწილში სასამართლომ იგი გაამართლა და ყველა ხო ვერ მოახერხებს ვიდეო კამერით გადაღებას, ყველა ვიღაცასთან ერთად ქონოდა ჩვენ. ახლა დაიჭერნენ და იქით შეტენდნენ ისეთ მუხლებს ალბათ. სერიოზულ მუხლებს. რომ საერთოდ რაც მოვიტყოდნენ, კობახიძე გამოვიდოდა და დაგვრცინებდა აქეთ ყველას, რომ თქვენ იგონებთ ამას. კი ბატონო. ხო და ვერც გავიგებდით ამ ამბავს საუბრობთ. და ეს ადამიანებს არ იტყოდნენ მე როგორც ძალიან უყურე ირაკლი კიდე რა პრობლემაა. როდესაც პოლიცია ვიღაცაზე ძალადობს, ძალიან დიდი რისკია მათი მხილების, ანუ რა კუთხით. ანუ გამოძიება დაიწყება და როგორ რას გააკეთებს გამოძიება სპეციალური საგამოძიებო სამსახური მაგალითად. დაკითხავს ამ პოლიციელებს, ნახავს კამერები არის თუ არა სადმე, პოლიციელები იტყვიან რომ არა, ეს არის სიცრუე, გვაბრალებს, ყველაფერი კანონიერად ჩავატარეთ, კამერები არ არსებობს. ამ ადამიანს ნაცემ კაცს, ქალს უკვე ემუქრება სრუდასმენის ბრალდება. შემთხვევა იყო წერეთლის გამზრდზე პოლიციაში.
ხო? ერთ-ერთი სამოქალაქო აქტივისტი მივიდა რაღაც საბუთის ასაღებად, გაიყვანეს პოლიციელებმა, მაგრად ცემეს პოლიციის განყოფილებიდან. ეს იყო მანამდე სანამ ეს აქციებზე ცემები დაიწყებოდა და მე განცხადება გავრცელეს რომ ჩვენ გამოძებნებთ, მე აუცილებლად ყველა კამერა იყო შეტრიალებული. ეს კამერების ჩანაწერების გაქრობა ხო ცალკე დანაშაულია. ეხლა ჩვენ ვისაუბრეთ აი ბევრ პრობლემაზე, ხო აი ბევრ პრობლემაზე ვილაპარაკეთ. ოღონდ ყველა ეს პრობლემა, ეს ძაფები ერთდება საბოლოოდ სად? მოსამართლესთან, რომელმაც რომ მივა მასთან უკანონო პოლიტიკიცებულება, რომ მოვა და პროკურორი და პოლიციელი რაღაცა სისულელეს რო უყვება, უნდა უთხრას რომ აი ხა კარგად, აი თავზე უნდა გადაახიოს ის კიცებულებები და უნდა უთხრას რომ მეორედ აღარ გაბედო ამით აქ ასე მოსვლა. ეთახმები. როცა გაუფუჭებს მოსამართლე ესეთ საქმეებს, ხო? რომ გაუფუჭებს საქმეებს. მე ისწავლიან პროკურორების გამომძიებლებიც, რომ სწორად გაკეთებული საქმეებს სასამართლოს ფუნქცია არის ეგ. და სამწუხაროდ სასამართლო ამ ფუნქციას არ ასრულებს. მოდი ამ ნაწილზე რო ვთქვა, აი მოსამართლეც აი ამ ლექსიკონის ნაწილია. მოსამართლებაც იცის, რომ ეს უკანონო პოლიტიკიცებულება, რომ ის ნაცემიკაცია მოყვანილი, რომელიც წინააღმდეგ ბრალია წაყენა. არაფერს არ აკეთებს, ხო ამ კუთხით. ყველა ეტაპზე საგამოძიებო პროცესის არის დარღვეული და სინამდვილეში ფიქციათ არის ქცეული. ყველა ტერმინი, რომელიც ლამის ჩვენ გვაქვს პროცესში გაწერილი ადამიანის უფლებების დასაცავად. კი ბატონო, გეთანხმები. აი ტერმინები ახსენე, ხო? მთავარი ტერმინი რა არის ახლა მე-20 და 21 საუკუნის, ხო, რომ ნებისმიერი ეჭვი უნდა გადაწყდეს ბრალდებული სასარგებლოდ. ეს ფორმალობაა. ნებისმიერი ეჭვი აღარ წყდება ბრალდებული სასარგებლოდ. მე ხო ამაზე დავიწყე საუბარი, რომ როდესაც უნდობლობა და ეჭვი არსებობს ამ პოლიციელების მიერ რამდენად კეთილსინდისიერად და ობიექტურად მოქმედებენ და გამოიძიეს საქმე, მაშინ ამ პრობლემის ამოფრის ერთ-ერთი საშუალება არის ამნისტია. სასამართლოშიც ახლა ძალიან კრიტიკულად რომ არ გამომივიდეს, ანუ რა თქმა უნდა დიდი პრობლემებია, მაგრამ აღმოფხვის გზები არსებობს, ამ პრობლემის აღმოფხვის გზები. აი მაგალითად, ჩადებული საქმე და რეალური და დამნაშავის საქმე შეიძლება ფურცელზე ერთნაირად გამოიყურებოდეს, მაგრამ რა თქმა უნდა, დაკითხვებით და სხვადასხვა მეთოდებით, ხო, მოსამართლე უნდა მივიდეს ჭეშმარიტებამდე, რომ აქ რაღაცაშია საქმე. ესე მართლა რომ დამნაშავე იყოს, გადაიღებდა. მართლა რომ გაქცევანდომებოდა და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ან უფრო მარტივ გზას შემოგთავაზებ. ხო, ამბობს ხელისუფლება, რომ ჩადებები არ ხდება. მოდით ნაფიც საჯულთა სასამართლოს განვახილინოთ ესეთ საქმეები. ნარკოტიკების საქმეები, იარაღის საქმეები და ასე შემდეგ. სადაც პოლიციელი ფიგურირებს, სადაც პოლიციის ჩვენებას უდიდესი მნიშვნელობა აქვს. იმიტომ რომ კიდევ ერთხელ ვამბობ, ჩადებული საქმე და მართლა დანაშაული ხანდახან ფურცელზე ერთმანეთისგან არ განსხვავდება, მაგრამ ნაფიც საჯულებს ამას ვერ გამოაყენებენ. შემთხვევაში ჩადებაც და რაღაცა უკანონო ქმედებები შეიძლება ხდებოდეს რეალური დამნაშავების წინააღმდეგ, რომლის წინააღმდეგ კანონიერი გზით მკიცებულების მოძიების ნიჭი, უნარი, ოპერატიული გამოცდილება არ აქვს პოლიციას და ასე მოკლეზე სიარულით არ გამოდის სამართალი მოკლეებზე სიარულით ვერ დგება. და აი სამწუხაროდ ეგ პრობლემა უდგას ჩვენ საზოგადოებას, რომ ერთ საკითხზე უნდა გითხოთ ჭაბა. არის თუ არა ამნისტია სწორი გამოსავალი? ამნისტია არის ასე ვთქვათ ბლანკეტური პროცესია, ხო, რაღაც მუხლების მიხედვით ცხადდება და არ არის ინდივიდუალური. სწორია რომ ასე მუხლებად მოიჭრას, რომ 2012 წელს ამნისტიის პრობლემა იყო სხვა შორის, იმიტომ რომ მე ვნახეთ რომ ასე მუხლებად მოჭრილი ძალიან ბევრი ისეთი ადამიანი ამორჩა გარეთ, რომლის გარეთ ყოფნა საზოგადოებისთვის საშიში იყო რეალურად და მე ვნახეთ სასტიკ დანაშაულებათა წყება ამ ხალხის მიერ ჩადენილი. მე ყოველთვის ვეთანხმები ხოლმე ინდივიდუალურ გადაწყვეტილებებს სამხრივ ბუდოს კომისია ხო არსებობს და შეიძლება მის ფუნქცია გაფართოვდეს და პლუს ამნისტია მაინც ნიშნავს პრაქტიკულად ჩამოჭრას დანაშაულის და ჯობია ალბათ რომ დარჩეს რაღაცა ტიპის ასე ვთქვათ ადამიანი რომ გამოვა იქიდან მას ქონდეს გამოსაცდელ სარეაბილიტაციო პერიოდი გარეთაც. კი ბატონო. ირაკლი, პირველ რიგში იმას ვიტყვი რომ 2012 წლის ამნისტიის მაგალითი ჩვენ რაც გვასწავლის რომ რეციდივი და უკან შებრუნებულები ადამიანების რაოდენობა იყო ძალიან დაბალი. როდესაც საშუალოდ 15-20% უკან ბრუნდება, 2012 წელს ამნისტირებული ადამიანების უკან შებრუნებული რაოდენობის წილი იყო 3-4%. ეს იმას ნიშნავს, რომ ადამიანები მაშინ უმეტესობა ტყუილად იჯდა ციხეში. დღეს ყველა ვინც ზის ციხეში უადო პატიმრების გარდა, ყველა 2012 წლის მერია დაკავებული. და როდესაც ლაპარაკობთ ამდენ პრობლემაზე, ის უდოს კომისია, რომელიც უფუნქციოა და არ მუშაობს კარგად, შეწყალების ნაწილში ინდივიდუალურად, რაზეც შენი საუბრე, არ იწყარებს ეს ჩვენი პრეზიდენტი არავის, ანუ ძალიან ეს
12,000 პატიმარი ყავს და ანუ სახელობი ესე ძნელი იქნება ყველას შეწყალება და ვისაც არ შეიწყალებს ანუ რაღაც ცოტა ხო პრობლემა იქნება მაგოთხით. ამიტომ ვამბობ რომ ყოველთვის დასჯაზე არ უნდა იყოს სახელმწიფო ორიენტირებული, ხანდახან ზუსტად ის ამნისტია მისი სიძლიერის გამოხატულებაა და ქალბატონები 500 ქალბატონი ყავს ციხეში დედები, დები და ასე შემდეგ. ანუ საზოგადოება ახლა შენ სწორი აქცენტები გააკეთე, ხო იქ ვიღაცა რო გამოვა შეიძლება დანაშაული ჩაიდინოს, მაგრამ ჩვეულებრივი ადამიანები არიან. მაგალითად ჩემმა პატიმრებმა ამას წინათ როგორ უჭირთ ისედაც, მაგრამ ჩამირიცხეს რაღაცა რამოდენიმე ასეული ლარი, რომ დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით მქონე დიაგნოზის ბავშვებისთვის გადამერიცხა რა. ანუ ძალიან ისეთი ემოციური ამბავი. ზოგი პირველად მოხდა, შეცდომა დაუშვა და 10 წელი რატო უნდა იჯდეს? იმას მე არ ვამბობ, რომ ყველა გამოუშვა ციხეში. არა. მაგრამ ვიღაცას ახლა თუნდაც 20 წელი რო აქვს მისჯილი 1/4-ით რო შეუმცირდეს, ანუ ამას შეიძლება ის გატყდეს ზუსტად აი 15 წლის მერე, ან უფრო გაბოროტდეს, ან რაღაცა დაემართოს ისეთი გამოუსწორებელი, მაგრამ თუ მივცემთ ერთ შანსს, შეიძლება ეს ადამიანი საზოგადოებაში დაბრუნდეს და გამოადგეს სახელმწიფოს. აქ ერთი ნაწილია კიდე ძალიან მნიშვნელოვანი. არსებობს ეს ჩვენთან ასე რა ხდება, რომ არსებობს რაღაცა ხელისუფლებასთან გარიგებული ქუჩის მაყურებელთა რაღაცა ვერტიკალი, ხო? რაღაცა რომლებიც ქურდები არ არიან. რო კითხო ქურდი ხარო, არ გეტყვის, ქურდი ვარო, ბიზნესმენი ვარო, გეტყვის, მაგრამ არსებითად მათი საქმიანობა მოიცავს რას? რეკეტს და ხელისუფლებასთან გარიგებას. ორი მექანიზმით საქმიანობენ. ეს არის აუცილებლად გარიგებულები არიან ხელისუფლებასთან აუცილებლად და მეორე რეკეტის გზით შოულობენ ფულს. ნუ აქვთ ლეგალური ბიზნეს საშუალებებიც. ეხლა ბოლო 10 წელიწადში, 14 წელიწადში მე შემიძლია ჩავთვალა 3-ჯერ ან 4-ჯერ როგორ შეიცვალა ეს ხალხი. ანუ რაღაც პერიოდი ეს ხალხი ეხმარება ქუჩის დალაგებაში, ოპონენტების ცემაში, სადარბაზოებთან, არჩევნების გაყალბებაში, უბნების დატერორებაში, ასე შემდეგ. მე რაღაცა ისეთ შრებია რომ გადაამლაშებენ ბლატაობაში. ანუ ეს ხალხი ვინ არის? ამათ აძლევენ საშუალებას ბლატაობის, ხო? კი ბატონო. ეს ხალხი ამ ბლატაობაში გადაამლაშებს. ეხლა ბოლო შემთხვევაში საერთოდ კაცი მოკლეს ისე რომ ბიზნეს არ უნდა დააშკარად და მე ამათ შეყრიან ციხეში მე ახალი იწყებს ბლატაობას სხვა ხალხის ისმის აქშრიამული. ოღონდ ციხეში მანამდე როგორი ხალხი ხდება, იცი ვინც ამათთან არის დაპირისპირებული და მთავრობას დააჭერინეს. ანუ სინამდვილეში აი ამ პოლიტიკით წახალისების სხვადასხვა მობლატავე ჯგუფების ქუჩაში, ხო? მაყურებლების ქუჩის, რაღაცა უკოდექსო ხალხის, აბსოლუტურად უკოდექსო ხალხის, ხო? სინამდვილეში სახელმწიფო უწყობს დანაშაულის ჩადენას ხელს, იმიტომ რომ ამათი გაბლატავებით ამათ საშუალებას აძლევს, რომ სხვები დაჩაგროს. მე ის სხვები ხშირად შურისძიებაში ჩაერთვებიან ამათ წინააღმდეგ. ანუ ეს არის დანაშაულისთვის პირობების შექმნა. მეტი არაფერი არ გვქვა მაგას, ხო? კი ბატონო, რავი, რა. და ამას ეს ახლა გავიგე, რომ ფორმალურად ისიც დამნაშავე და ისიც დამნაშავე. ეს დანაშაულები მოხდა იმიტომ, რომ სახელმწიფოს ქონდა პოლიტიკა, რომ ქუჩაში ვიღაცებს აბლატავებდა. კიდევ ერთხელ ბოდიში ამ სიტყვის გამოყენებისას უბრალოდ სხვა სიტყვა ამას არ აღწერს, რასაც სახელმწიფო აძლევს ხოლმე საშუალებას. ფონი არის შექმნილი ესეთი რაზეც შენი საუბრე და ანუ საზოგადოებაში არის დაძაბულობა და დაპირისპირება და კიდევ ერთხელ ამნისტიაზე მივდივარ რა. ამნისტიამ შეიძლება ეს დაძაბულობა რაღაცნაირად გაანეიტრალოს. პოლიტპატიმრები ახსენე, ხო? თანხმდები ყველა რომ ქვეყანაში ყავს პოლიტპატიმრები, მაგრამ თუ ამბობთ რომ პოლიტპატიმრები არსებობს, ანუ ჩვეულებრივი ადამიანიც შეიძლება რომ სრულიად უდანაშაულო ადამიანი მოხდეს ციხეში. გამორიცხულია. მარტო პოლიტპატიმრებზე არ უნდა ვილაპარაკო. და მე სულ ამას ვიძახი. პოლიტპატიმრები გავიგე რომ სხვანაირად გვადარდებს, მაგრამ ციხეში ცხოვრობს ათასობით ჩვენი თანამოქალაქე და უსამართლობის განცდა მათაც აქვს და ის რომ რაღაც დანაშაული აქვს ჩადენილი, მას არ რეცხავს უფლებებისაგან. ჩვენ მათი უფლებები არ უნდა დავივიწყოთ არავითარ შემთხვევაში და მათ პირობებში. და მადლობა ძალიან დიდი. ჩვენ ამ თემას აუცილებლად მივბრუნდებით, ჩვენ ხშირად ვცხოვრობთ. ერთ წინადადება მინდა თქვა აუცილებლად და დავასრულებ ამითი. დარწმუნებული ვარ, რომ ხალხი მხარს დაგვიჭერს. პირველ რიგში ადვოკატები, მე მათი იმედი მაქვს, როგორც ყოველთვის, იმიტომ რომ ჩვენი корпуსი საკმაოდ ძლიერია დღესდღეობით. პეტიცია შევქმენით, ხალხს მოუწოდებ ხარდაჭერისათვის, ფიზიკურადაც შევაგროვებთ ხელმოწერებს და ასევე ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ საპატრიარქო გვერდში დაგვიდგება და ახალი პატრიარქი, იმიტომ რომ მესმის სეკულარული სახელმწიფოს ვაშენებთ, სახელმწიფოს მმართველობაში არ უნდა შეერივნონ, მაგრამ პატიმრების, უდანაშაულო ადამიანების და ზოგადად ადამიანებისათვის ერთი შანსის მიცემაში უნდა დაგვეხმაროს საპატრიარქო და დარწმუნებული ვარ, რომ ქმედითი იქნება მათი ეს ნაბიჯები.
პატიმართათვის გაწეული ყურადღება და დახმარება ერთ-ერთი დიდი ქრისტიანული სათნოება არის ტყვეობაში მყოფი ადამიანისთვის, ვინც არ უნდა იყოს ის და როგორი დამნაშავეც არ უნდა იყოს და სხვა შორის გასვენებულ კათალიკოსს ეს სხვანაირად ესმოდა ხოლმე და იმედია ხო ახალი პატრიარქიც ამაში აქტიურად ჩაერთვება.